ძირს პოლიციური რეჟიმი ამ შეძახილებით სამტრედიის პოლიციის შენობასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა მოძრაობა თეთრი ხმაურის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე რამდენიმე ინციდენტიც მოხდა აქციის წევრები სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები პრემიერ-მინისტრ სოფელ დაფნარში 22 წლის დემოს ტურვას თვითმკვლელობის ფაქტზე რეაგირებას თხოვენ და 80-იან მიმართვას უგზავნიან. მოთხოვნათა შორის არის თანამდებობიდან სამტრედიის პოლიციის უფროსის გათავისუფლება და ნარკოპოლიტიკის შეცვლა. შეძახილებითა და შეხლა შემოხლით დასრულდა აქცია სამტრედიის პოლიციასთან. აქტივისტებმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ პროტესტის ნიშნად მანათობელი შაშხანები აანთეს და ტერიტორიაზე წარწერები დატოვეს, რასაც პოლიციელების რეაქცია მოჰყვა. აქციის მონაწილეები იმ პოლიციელების დასჯას მოითხოვენ, რომლებიც მათივე მტკიცებით 22 წლის ახალგაზრდას აშანტაჟებდნენ. მოქალაქეების სამტრედიის პოლიციის უფროსს გადადგომისკენ მოუწოდებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დემოს ტურვას პოლიცია თანასოფლელების დასმენას აიძულებდა, რის გამოც ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტების ტურვამ გამოსამშვიდობებელ წერილში აღწერა. რა უქნა ისეთი ამ კაცმა, რომ ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ბავშვი 22 წლის ბიჭი, როცა დემურიკო სახეზე ღიმილის მეტი არაფერი არ მინახია. წესრიგის სახელით ებრძვიან თავისუფლებას. სამტრედიის აქციამდე პოლიციური ძალადობა გააპროტესტეს თბილისშიც. კანცელარიასთან აქტივისტებთან ერთად ის პოლიტიკოსებიც შეიკრიბნენ, ვინც მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მოკლა დემოს ტურვა. სამწუხაროდ ტურვა გახდა ის ადამიანი, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად გვაჩვენა რა ხდება ქვეყანაში. ტურვა საქმეზე მოსულმა მოწმეებმა თქვეს, რომ ეს უკვე სისტემურია, რომ სამტრედიის პოლიცია მთლიანად ასე მუშაობს. ამიტომაც მოვედი დღეს აქ, იმიტომ რომ სტურვა ჩემი შვილის ტოლია და მე არ მინდა რომ არც ერთმა დედამ განიცადოს ის რაც სტურვას დედამ განიცადა და რა თქმა უნდა მთელ პოლიციას ეკისრება ამ შემთხვევაში პასუხისგებლობა. ფაქტია რომ ესე მუშაობს პოლიცია და ფაქტი არის ის რომ და მოცემულობა ის რომ რომელიც ეს უნდა შეიცვალოს ხო? პოლიცია უნდა დარჩეს თავის გონივრულ ფარგლებში, რომელიც არის კანონი და კანონის მიღმა არ უნდა გადადიოდეს. თეთრი ხმაურის მოძრაობა შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად შექმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც პოლიციელების მხრიდან ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებს შეისწავლის. ინიციატივებსა და ბრალდებებს კი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამოხმაურებია. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას არც პროკურატურა ავრცელებს. თეთრი ხმაურის მოძრაობა კი 4 პუნქტიან მიმართვას უგზავნის პრემიერ-მინისტრს და დამნაშავეების დაუყოვნებლივ დასჯას მოითხოვს.